მოგესალმებით, ეს არის ახალი 6 მეცხრეახის საინფორმაციო სამსახურის რეპორტერებთან ერთად ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს მე ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი გაგაცნობ. ურთიერთობა რუსეთთან საქართველოს ოკუპაცია აფხაზეთის რკინიგზა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები საგარეო კურსი და ოპოზიციასთან თანამშრომლობა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს ევროპარლამენტართა კითხვებს უპასუხა. სტრასბურგში კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ დისკუსიას წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა უძღოდა. პრემიერის პირველ გამოსვლაზე ევროსაბჭოს ასამბლეის სხდომაზე დაწვრილებით ჩემი კოლეგა თამარ ხურცია ისაუბრებს. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა 1 საათს გაგრძელდა. სიტყვის გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგის წარმართვა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ საგარეო პრიორიტეტად ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია რჩება. ბიზნესის განვითარების იგნორირებული იყო ადამიანის უფლებები. 2012 წელს ევროპის კავშირისათვის ნობელის პრემიის მინიჭება არის აღიარება იმისა, რომ ევროპას ისტორიული მნიშვნელობის მიღწევები აქვს მშვიდობის აღშენილობის კუთხით. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ომის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან მცირე ქვეყნების წინააღმდეგ კვლავაც ხორციელდება აგრესია. ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% 2008 წელს რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული. საქართველოს პრემიერმა უპასუხა ევროდელეგატების კითხვებს და მან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ასევე მასში კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, ევროპარლამენტის მიერ ოკუპაციის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ და მან აღნიშნა, რომ არ იგეგმება კანონში ცვლილებების შეტანა. რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების ევროსაბჭოში მუშაობას, განაცხადა, რომ ამ კუთხეების წარმომადგენლების მუშაობას მხოლოდ საქართველოს დელეგაციასთან ერთად დაუშვებს, რადგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიც საქართველოს ნაწილია. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კანონცვლილება არ იგეგმება. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ოსეთის და აფხაზეთის ეს საქართველოს ნაწილია და შესაბამისად ოსებსაც და აფხაზებსაც ჩვენ დელეგაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, საშუალება ექნებათ ყოველთვის რომ მიიღონ მონაწილეობა ევროსაბჭოს მუშაობაში. პრემიერმა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზეც ისაუბრა და მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება. ეს ხელშეუწყობს აფხაზ ხალხთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, აღნიშნა პრემიერმა. ნებისმიერი გზა სტამატებით საშუალებებს ქმნის და პერსპექტივაში აუცილებლად გაიხსნება ეს რკინიგზაც, მე დარწმუნებული ვარ. დღეს და დაჩქარებულად ამ პრობლემის გადაწყვეტა ალბათ არ იქნება იოლი. მე ვფიქრობ, რომ ეს დროს საჭიროებს, ეს უნდა მოხდეს, მოხდება აუცილებლად, უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვით, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უფლებების დაცვით და ეს არ არის მარტივი პროცესი. ევროსაბჭოს დელეგატებმა პრემიერისაგან მოწვევაც კი მიიღეს და აღნიშნეს, რომ მოწვევაც მიიღეს და საქართველოში დაპატიჟეს, რომ თვითონვე ნახონ თუ რა მდგომარეობა და ვითარება ქვეყანაში. ასევე გამოსვლაზე საკმაოდ ეგზოტიკური შეკითხვაც დაისვა პოლონელი დეპუტატისაგან. კერძოდ პოლონელმა დეპუტატმა პრემიერს კითხა, რომ თურმე მას ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, უფრო უყვარს ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. ვრცლად ამ დეტალების შესახებ ჩვენს მთავარ გამოშვებაში ნახეთ. მადლობა თამარ ხურცია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სააკაშვილმა უნდა თქვას, რომ რუსთავი 2 მას ეკუთვნის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ ჟურნალისტებს ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს ერთ-ერთ შეხვედრაზე აღიარებინა, რომ რუსთავი 2 მას ეკუთვნის. სააკაშვილს ეს ჩემთან მესამე შეხვედრაზე ვაღიარებინე, აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. ახსეც ხო ვიცით რა ხდება. რუსთავი 2 ჩემთან ვაღიარებინე მე შეხვედრაზე, სააკაშვილს მესამე შეხვედრაზე. აბა თვალებში შემომხედე მეთქი, ვისია რუსთავი 2 თქო? ხო შენია თქო? კი ჩემიაო მითხრა. აბა საჯაროდ გამოდდა თქვი მეთქი. მითხრა რომ მიტყო და საჯაროდ. შეგიძლიათ შეახსენოთ საჯაროდ. სააკაშვილმა უნდა თქვას, რომ რუსთავი 2 მას ეკუთვნის. პრემიერის ამ განცხადებას უარყოფს და სიცრუეს უწოდებს მანანა მანჯგალაძე. მიხეილ სააკაშვილის პრესპიკერმა აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადება გააკეთა. მინდა პრეზიდენტის სახელით განვაცხადა, რომ ასეთ საუბარს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ადგილი არ ქონია და ის რაც პრემიერმა განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან, ტყუილია, სიცრუე და მარტივად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება.
და როგორ აფასებენ სტრასბურგში ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ქართველი პოლიტიკოსები, ამას ნოდარ ჩაჩუა გვეტყვის. დღეს ქართული პოლიტიკური წრეების მხრიდან აქტიური განხილვის თემა სწორედ პრემიერ-მინისტრის გამოსვლაა. სტრასბურგში პირველი შეფასება საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერი სტრასბურგში გამოსვლიდან იყო რამდენიმე მესიჯი, რაც მას რბილად რომ ვთქვათ, როგორც თვითონ აღნიშნა, გულზე მოხვდა და არ ესიამოვნა, თუმცა მთავარი საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა გამოყო. პრემიერის მიერ გაცემული პასუხი ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და სამტრედიაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში მყოფ პრემიერ-მინისტრს ერთგვარი რჩევებიც მისცა. როდესაც მას კითხეს კოსოვოს და აფხაზეთის და ცხინვალის პარალელები, სამაჩაბლოს პარალელები, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა შემდეგი, რაც მეც უყურით მოვისმინე, რომ განსხვავება არის იმაში, რომ თურმე მხოლოდ ერთ-ერთი განსხვავება, რომ კოსოვომ დაუშვა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი თავის ტერიტორიაზე, აფხაზი და ცხინვალი არ უშვებს დამკვირვებლებს და ამიტომ აფხაზი და ცხინვალს ამის გამო გაუჭირდებათ წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მე მინდა შევახსენო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ კოსოვო და აფხაზეთი განსხვავდება როგორც დედამიწა. ასეთი შედარებები შეიძლება გააკეთოს მხოლოდ რუსმა მოღვაწემ და არა რომელიმე საქართველოს ევროპელ პოლიტიკოსმა, მე თუმეტეს ქართულმა პოლიტიკოსმა. ყოველგვარი პარალელების გავლებაც კი ამ სტილის კოსოვოსა და აფხაზეთს და ჩვენი ყოთებების ტერიტორიას შორის არის სამართლებრივად სრულიად მიუღებელი და ამას აქ პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები შეიძლება გქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის. მთავრობის მეთაურის სტრასბურგში გამოსვლას პირადად ისმენდა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებმაც პრემიერის გამოსვლის შემდეგ უკვე პირველი კომენტარები და პირველი შეფასებები სწორედ სტრასბურგშივე გააკეთეს, როგორც დავით ბაქრაძემ უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა. პრემიერის გამოსვლის პირველი ნაწილი, სადაც პრემიერის გამოსვლის პირველი ნაწილი და ძირითადი მესიჯები იყო სწორად გაკეთებული, რაც შეეხებოდა ქვეყნის ევროპულ კურსს და ამ კურსის შენარჩუნებას, თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თითქმის ყველა საკითხი, რომელზეც ისაუბრა და თითქმის ყველა პრობლემატური თემა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას გადააბრალა, რაც დავით ბაქრაძის აზრით არასწორი მესიჯი იყო ევროპის სამართით გაკეთებული. გამოსვლის ნაწილში მე აღნიშნავდი სწორ და პოზიტიურ მესიჯს, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტეგრაციას, მაგრამ რაც შეეხება კითხვა-პასუხს. მთავარი პასუხი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ყველა კრიტიკულ კითხვაზე, გახდა მხოლოდ ერთი, რომ ეს არის სიცრუე და ყველაფერი არის წინა ხელისუფლების ბრალი. მე არ ვფიქრობ, რომ ამ დარბაზში ასეთი ფორმით კომუნიკაცია ევროპელ დეპუტატებთან და მათი დადანაშაულება სიცრუეში ან არაინფორმირებულობაში გამოადგება საქართველოს ამ ორგანიზაციაში სამომავლოდ. განსხვავებული შეფასებები გაკეთდა თავად სტრასბურგშივე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, როგორც ისინი აცხადებენ, ისინი ძირითად აქცენტს და ძირითად მესიჯს უსვამენ იმას და ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ბევრ შეკითხვას უპასუხა, თითქმის ყველა შეკითხვასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერი იყო ამომწურავი და მათივე განცხადებით იქვე ევროსაბჭოს სამდივნოში იყვნენ გაკვირვებული, რადგან ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი ლიდერი, რომელმაც მსგავსი რაოდენობის ევროპარლამენტარების მსგავსი რაოდენობის შეკითხვებს უპასუხა. რაც შეეხება პრემიერის მიერ გაჟღერებულ მესიჯებს, უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველაზე სწორი დიპლომატიური პასუხი სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დასვა, როცა საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ის, რომ საქართველოს მზად არის სწორედ მათ დელეგაციაში და მათ შემადგენლობაში შემოვიდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები და სწორედ ამ ფორმით მიიღონ მონაწილეობა ევროსაბჭოს მუშაობაში. ამდენი კითხვისთვის დრო დაეტოვებინოს მოწვეულ სტუმარს, ესეთი რამე არ მოხდა და ეს ამნიშნულოვანია, იმიტომ რომ ეს ადასტურებს გახსნილობას საქართველოს პრემიერ-მინისტრის. განსხვავებით მისი წინამორბედი სტუმრისგან გასულ სესიაზე, როდესაც ის იმ სიგრძე პასუხებს იძლეოდა, რომ შესაძლებლობას არ ტოვებდა ადამიანებს დაეკმაყოფილებინათ ინტერესი. მეორე, რაც შეეხება შეკითხვებს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ფართო სპექტრი იყო კითხვების და ყველა კითხვა დაისვა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე. იმის ჩათვლით, რომ ბოლოში ძალიან ეგზოტიკური კითხვა მივიღეთ პოლონელი დეპუტატის, რომელმაც უთხრა, რომ სააკაშვილი არ გიყვარს და პუტინი გიყვარს. ეს კარგია, როდესაც ეს კითხვა დაისვა, იმიტომ რომ ბოლომდე უნდა გამოჩნდეს იმ კონკრეტული ძალიან პატარა ჯგუფი ადამიანების, მაგრამ კონკრეტული ადამიანების აბსოლუტური არაადეკვატურობა, რომლებიც ამ დარბაზში იყვნენ. პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან საქმიანი, სერიოზული და მან პირველად ნახეს საერთოდ ყველა კითხვას გასა პასუხი. არც ერთ კითხვას არ გაეცა, დიდხანს არ ილაპარაკა
არც ერთ კითხვაზე პასუხის დროს რომ მიეცა საშუალება რაც შეიძლება მეტი კითხვებისთვის ეპასუხა. რაც შეეხება რუსეთთან მიმართებაში, მან დაიცვა ყველა ის პოზიცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ითქვა რომ ჩვენც და რუსეთსაც გვაქვს წითელი ხაზები, რომელსაც ვერ დავარღვევთ. აფხაზეთის და ოსეთის წარმომადგენლები მხოლოდ საქართველოს დელეგაციასთან ერთად შეძლებენ საერთოდ რამეში მონაწილეობა მიიღონ. და რაც შეეხება ოკუპაციას, იყო ხაზი გასული, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ადრე თუ გვიან მაინც გადაწყდება საქართველოს სასარგებლოდ. ევროსაბჭოს დარბაზში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე მოუწია იმის გამეორება, რომ ევროპარლამენტარებს არასწორი ინფორმაცია აქვთ. პირველი შეფასება თავად პრემიერ-მინისტრმა სწორედ გამოსვლის დასრულების შემდეგ გააკეთა, სწორედ იქ გააკეთა პირველი შეფასებები და თავად პრემიერის რეაქცია დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტარების მიერ დასმული შეკითხვები მისთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან ყველა იქ გაჟღერებული საკითხი და ყველა იქ გაჟღერებული თემა არის ის თემები, რომელიც საქართველოს საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებასაც აინტერესებს და ამ თემებზე თავად საქართველოში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე პასუხები გაცემული აქვს. კითხვები რაც არსებობს, მე მგონი ძალიან მომზადებულნი იყვნენ და ის კითხვები რაც არსებობს ჩვენ საზოგადოებაში, იგივე კითხვები პრაქტიკულად განმეორდა დღეს. არაფერი ახალი არ ყოფილა. შესაბამისად, პასუხი არ იყო ჩემთვის მოულოდნელი და არ იყო მძიმე. ძალიან მარტივად პასუხი ყველას. ბევრჯერ მოგიწიათ იმის გამეორება, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიცრუეში შეყავთ ასამბლეის წევრები და ეგრეა ზუსტად. რუსთავიორიც მაგას ცდილობს ძალიან ხშირად საერთაშორისო. ეგრე ზუსტად ეგრეა და საუბედუროთ დღესაც აი ნახეთ რა კარგი მაგალითია. ევროსაბჭომ გამოიტანა დადგენილება, რომ ჩვენ კერძო ტელევიზია დავაყაჩაღეთ აი იმეთთან დაკავშირებით. აი რამდენიმე კვირის წინათ მოხდა ეს დადგენილება. ვინ მიაწოდა? თქვენ ხوار მიგიწოდებიათ? წინა ხელისუფლებამ მიაწოდა ინფორმაცია. ამ დროს იმედზე ხო გახსოვთ რაც მოხდა 2007 წელს. როგორ შეიჭრა პოლიცია, როგორ წაართვეს და როგორ მიითვისა სააკაშვილმა ეს ტელევიზია და როგორ იყენებდა ამას მთავრობა. მანამ სანამ არ მოვიდით ჩვენ. დაუბრუნდა მესაკუთრეს მეპატრონეს და ევროსაბჭოში მოახერხა, ვინ მოახერხა? იქნებ თქვენ გააკეთეთ. მე მგონი რომ გააკეთა წინა ხელისუფლებამ ეს. მოახერხეს და შეიტანეს სრულ ინფორმაცია და ესეთი დადგენილება გამოქვეყნდა, რომ ჩვენ იმედი უგრაძო ტელევიზია შევავიწროვეთ. ამ დროს მოხდა პირიქით. აი ეს არის ხელწერა წინა ხელისუფლების ზუსტად. მთავრობის მეთაურის პირველი გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და შეფასებები როგორც სტრასბურგში, ასევე თბილისში ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენი კორესპონდენტები ამ წუთებშიც მუშაობენ, რათა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზონ უფრო მეტი დეტალი ბიძინა ივანიშვილის სტრასბურგში გამოსვლასთან დაკავშირებით. მადლობა, ეს ნოდარ ჩაჩუა იყო. ახალი დეტალი ბუტა რობაქიძის საქმეში 2004 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლულის ოჯახის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დასჯას ითხოვს. მოწმის ჩვენებით, რომელიც დღეს სოსო რობაქიძემ გაავრცელა, ირკვევა, რომ საქმის გაყალბებაში ირაკლი ოქრუაშვილიც მონაწილეობდა. თემაზე ბელა ზაქაიძე მუშაობს. ახალი დეტალები სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობას აღნიშნულ საქმეში უკავშირდება. როგორც ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დაისაჯოს ამ საქმესთან დაკავშირებით. სოსო რობაქიძემ დღეს წარმოადგინა საქმის ერთ-ერთი მოწმის გადაცემა პატრულის პროდიუსერის ქენთი ხოსიტაშვილის ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ბუტა რობაქიძის საქმის ფალსიფიცირების საქმის კურსში იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ამ ინფორმაციის მიხედვით მკვლელობიდან 2-3 დღეში დიდუბის პროკურატურის პროკურორი ირაკლი წერეთელი მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და გურამ დონაძისგან ითხოვა სპეცოპერაციის სამსახველი ვიდეო მასალის გადაცემა. ზუსტად ამ დროს გურამ დონაძეს დაუკავშირდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და კაბინეტში დაიბარა. კაბინეტში დაბარებიდან კაბინეტიდან გამოსულმა გურამ დონაძემ ირაკლი წერეთელს უარი განუცხადა სპეცოპერაციის სამსახველი ვიდეო მასალის გადაცემაზე. ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრების კომენტარებიდან სწორედ ეს ირკვევა. იქ იყო ირაკლი წერეთელი პროკურორი, რომელზეც არ უნდა მიეცათ ეს კასეტა, იმიტომ რომ იყო ესეთი დავალება და ეს დავალება იყო ოქრუაშვილისგან, ასე წერს პირდაპირ კეთი დონაძემ ესაუბრება ტელეფონით და ეუბნება ბატონო ირაკლი, დიახ ბატონო ირაკლი, ესეთ რაღაცებს ეუბნება. შემოbrunდა მე გურამ დონაძე, რასაც კეთი ყვება მე იმას ვისახი და თქვა რომ ოქრუაშვილი მიბარებს რომ ეს კასეტა ავიტანო, ჩამოდის იქიდან და შედის სამონტაჟოში და საერთოდ ყველა თანამშრომელს უშვებს იმ ოფისიდან. შეუყვანია მე დონაძეს და უჩვენებია რაღაცა საერთოდ სხვა ფირი და უთქვამს რომ იცით რა ესეთი ფირებიაო, რამდენიმე ხანშიო თავისით იფშვნებაო და აღარაფერი აღარ არისო მასეო და რაღაცა ჩაურთოო აბსოლუტური სხვა რაღაც სისულელე, რომელშიც მართლა არ ჩანდა არაფერი. და ეს ფირი როგორც ჩანს გადასცა ოქრუაშვილს.
აღსანიშნავია, რომ ქეთი ხოსიტაშვილი ბუტარობაქიძის საქმეზე რამდენჯერმე დაიკითხა და მის ჩვენებებში არ არის მითითებული აღნიშნული დეტალი, როგორც სოსორობაქიძე ამტკიცებს, ხელნაწერი ეკუთვნის ქეთი ხოსიტაშვილს, ნაწილი მისი დაწერილია ქეთი ხოსიტაშვილის კარნახით და ეს ინფორმაცია სწორედ ქეთი ხოსიტაშვილმა მიაწოდა. ჩვენ შევეცადეთ ქეთი ხოსიტაშვილის კომენტარის მოპოვებას, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა ხოსიტაშვილმა ბუტარობაქიძის მამის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც ეხება გურამ დონაძის პოზიციას, როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, სოსორობაქიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ამას ადასტურებს. დავით ხაჟალია ამბობს, რომ აღნიშნულ პერიოდში სატელეფონო ამონაწერებით არ დასტურდება ირაკლი ოქრუაშვილისა და გურამ დონაძის კავშირი. ეს არ ამგონია სიმართლეს შესაბამებოდეს, ჯერ იმიტომ რომ ქალბატონ ქეთევანი რამდენჯერმე არის დაკითხული გამოძიების მიერ და მას აღნიშნული გარემოების შესახებ არც ერთხელ არ უხსენებია გამოძიებისთვის. ჩვენ გვაქვს ამონაწერები გურამ დონაძე მაშინ რა მობილური ტელეფონის ნომრითაც სარგებლობდა ამ ტელეფონის ნომრის და აქედან გამომდინარე ოქრუაშვილის მასთან კავშირი ამ დღეებში არანაირად არ ფიქსირდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხულია ბუტარობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბუტარობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით მას არ მიუწოდებია გამოძიებისთვის. მან გამოძიებაში აჩვენა, რომ ის ორ კვირაში უკვე გადადიოდა ამ თანამდებობიდან და ამ ფაქტის შესახებ არ ქონდა არანაირი ინფორმაცია. ბუტარობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ყველა ბრალდებულის პროცესი არის შეანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს, თუმცა 30 მაისამდე პროკურატურის წარმომადგენლები ელოდებიან უცხოური ექსპერტიზის დასკვას, რომელმაც უნდა დაადგინოს ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალა იყო თუ არა დამონტაჟებული. ჩვენ ამ თემაზე მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობთ და უფრო ვრცლად დეტალურად სიუჟეტში იხილავთ ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობა, ის ბელა ზაქაიძე იყო. ამნისტიით გათავისუფლებული პატიმრები ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ. ყოფილი მსჯავრდებულები ციხეში წამების ფაქტებზე ელაპარაკდნენ. რუდი კოვაკინიანი, იმედა ბუთხუზი და რეზო ბრეგვაძე ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში უშუალოდ ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას ადანაშაულებენ. დაკავშირი აქვს სოდის ყოფილ უფროს ირაკლი კოდუას მსჯავრდებულ რუდი კოვაკინიანის დაკავებასთან და რას თავაზობდა მას და იმედა ბუთხუს დუმილის სანაცვლოდ ბაჩო ახალაია. ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში საღამოს 9 საათზე. პირველი შეკითხვა დაგვისვა ბაჩომ, თუ ეგ არისო, მაგის შემპირდითო და გამარტყა ეგრევე. გამარტყა და დამიწყეს ცემა. ბაჩო მირტყავდა ქარდავა და იმის რა ქვია, თავისი დაცვის უფროსი. ჩამიყვანა მე ვაჟა ცხვედიანმა ქვევით და წამაკითხა ის რა ქვია თავარი ექიმის ხელმოწერა, სამი ექიმის ხელმოწერა, სადაც იყო დაწერილი, რომ მithom მე მქონდა კავერნები გახსნილი, ტუბერკულოზი რომ მჭირდა, სისხლი წამომივიდა, პირში ჩამეგუба და მაგით გარდავიცვალე. კამერებით შემოვიდნენ ახალაია, ქარდავა და მაგდროს ნახეს მე პრუსის სახალხო დამცველმა გაეროს დამკვირვებლებმა და ეს დაგვიყენეს კამერები და გითხრეს რომ გამოხვალთ თქვით ესეთი რამე რომ ცხელოდა და თვითონ გავიხადეთ. მე ეს გავაპროტესტე არ თქვი და მაქედან დაიწყო ზეწოლები, დამემართა ეპილეფსია, ცემით, ეს კბილები მაგ დამტრეული, ყბები, ბეჭი, ხერხემალზე მკურნალო, ინვალიდის კრესლში ვიჯექი. საარტილერიო სწავლება ვაზიანის პოლიგონზე ინსტრუქტორ შემფასებელთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ წვრთნებში D30 ტიპის ქვემეხებიდან საბრძოლო სროლები განხორციელდა. 19 ოფიცერი პროგრამით გათვალისწინებულ წვრთნებს 2 კვირა გადიოდა. სწავლება ორეტაპიანი იყო. პირველი კვირის განმავლობაში ოფიცრებმა თეორიული მომზადება გაიარეს. წვრთნების მეორე ფაზაში კი პრაქტიკული საველე ამოცანები განხორციელდა. ქართველი არტილერისტები ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს. წვრთნები ხვალდასრულდება მონაწილე სამხედროების შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ. ვაზიანის პოლიგონზე გამართულ სროლებს დღეს გენერალური შტაბის უფროსი, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ერთმა ჯგუფმა, რომელიც ამ ეტაპზე ჩამოყალიბდა, პირველი ნაბიჯი გადაიდგა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამერიკელი ინსტრუქტორებთან ერთად
ჩამოვაყალიბეთ ეს ერთი ბატარეის, ანუ ასეულის დონის ქვედანაყოფის შემოწმების ჯგუფი. შემდგომში ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რომ უფრო გავზარდოთ ეს ჯგუფი, ანუ ბატალიონის დონეზე ავიდეთ, რომ შევამოწმოთ ბატალიონის დონე და ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული შეიარაღებული ძალების артиლერიის განვითარების სფეროში. ავღანეთიდან საქართველოში შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონის ბოლო ნაკადი დაბრუნდა. ქართულ სამხედროებს აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდნენ. მათ დადებითად შეაფასეს ქართველი სამშვიდობოების მიერ ავღანეთში შესრულებული მისია და ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს. მე მინდა მიულოცო ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, მნიშვნელოვნად გამოადგება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდგომ განვითარებას. მინდა მივულოცო ავღანეთიდან დაბრუნებული ბატალიონის წევრებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება. მადლობას ვუხდი მათ გამოჩენილი სიმამაცის, გაწეული სამსახურისა და პარტნიორობისთვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ ხალხს ამ უმნიშვნელოვანეს მისიაში მონაწილეობისთვის. 32 მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა წარმატებით შეასრულა სამშვიდობო მისია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. ჩვენ ვასრულებთ 7 თვის განმავლობაში ამ მისიას და დღეს უკვე სრულად არის ბატალიონი დაბრუნებული ქვეყანაში. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელსა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს მეკავშირე ოფიცერ უილიამ ლაჰაუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე ისაუბრეს. მინისტრმა მოკავშირე ოფიცერს სამინისტროს განვითარების 2013 წლის სტრატეგია გააცნო და უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. ყველობა ბათუმში 22 აპრილს დღის 13 საათსა და 30 წუთზე ბარცხანის დასახლებაში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 47 წლის სამუელ ეგიზაროს შესასროლი იარაღით შუბლისა და გუმკერდის არეში ესროლეს. დაჭრილი მალევე მოათავსეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის განცხადებით ოპერატიულ სამსახურს სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე ყავს. ქარცივაძე არ გამორიცხავს მკვლელობის მოტივად შურის ძიების ფაქტორს, რადგან მოკლული 2001 წელს ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის იყო სასამართლევი. სამუელ ეგიზაროვის აპრობილიდან 2013 წლის თებერვალში ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. როლა კი გავიგე, მაგრამ მე მაი მიეგონა რომ აფეთქებენ. რომ გავიხედე იქეთ, მე აქეთ ხალხი იქედანაც მოდიოდა, აქედანაც ახლა ხმაურზე ალბათ გარეთ უფრო მეტი ხმა იყო. ინსტინქტურად იქეთაც მოვიხედე და დავინახე სისხლში კაცი იყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილი იქნა პაციენტი, მამაკაცი, 47 წლის, ცეცხლნასული ჭრილობა თავისა და გუმგერდის არეში. პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები, მოთავსებული იქნა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, მაგრამ სამწუხაროდ საათნახევრის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის გადგენა გამოვლენის მიზნით. სავარაუდო ეჭვმიტანილი ოპერატიული კუთხით მიმდინარეობს მუშაობა და არსებობს კიდევ სავარაუდო ეჭვმიტანილი მიცემულების შეგროვების პროცესი. წინა ხელისუფლების პირობებში ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას ითხოვს გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოს მოსახლეობა. ადგილობრივების განცხადებით სახნავს 1500 ჰექტარი მიწა გასულ წლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება სოფელს უკანონოდ ჩამოართვეს და გაასხვისეს. ქესალოს მცხოვრებლები მუნიციპალიტეტის გამგებლისგან აღნიშნული საკითხით დაინტერესებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მოსახლეობა გარდაბნის გამგეობის შენობასთან შეიკრიბა. ქესალოს მცხოვრებლების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათი პრობლემით არ დაინტერესდება, მთავრობის კანცელარიას შიმშილობის აქციას დაიწყებენ. გარდაბნის გამგებლის განცხადებით ქესალოს პრობლემით ის აუცილებლად დაინტერესდება და პრობლემის გადაწყვეტის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელებს. ეს მიწები ჩვენთვის ჰაერივით არის. მიწის გარეშე ჩათვალეთ, რომ ჩვენ შიმშილით დავიხოცებით. მოვითხოთ უკანონოდ გაყიდული სოფლის კუთვნილი მიწების დაბრუნებას. პარლამენტსაც მივმართეთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც და ეკონომიკის სამინისტროსაც, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. გვეუბნებიან, რომ ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. პარტია მომავალმა საქართველოს მათ გამოუცხადა მხარდაჭერა. აქციის შემდგომ შედგა შეხვედრა უკვე გარდაბნის გამგებელთან. შეხვედრის შედეგად გამგებელმა ამ ხალხს დაპირდა, რომ ის დაინტერესდება ამ პრობლემით და მაქსიმალურად
აბსოლუტურად საკითხს მიექცევა ყურადღებას. ეს არის კიდევ ერთი ჯგუფი იმ გაძარცვული ადამიანებისა, რომელიც დატოვეს უმიწაწყლოდ და ულკმაპუროდ. მე გეტყვით ერთ რამეს, კატასტროფა არ არის ის სიტყვა, რომელიც შეიძლება იქნას მისადაგებული. აქ არის დარღვეული კონსტიტუცია, აქ არის დარღვეული კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენების შესახებ. წიგნის საერთაშორისო დღე პენიტენციურ სისტემაში სასჯელ ახსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკებში დღეს ასეულობით წიგნი შეიტანეს. სამინისტროს ინიციატივით ერთი თვის განმავლობაში პატიმრებისთვის წიგნები მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაგროვეს. ამ ერიდამ მსჯავრდებულებისთვის მხატვრული, სამეცნიერო და სასულიერო ლიტერატურა ხელმისაწვდომი გახდება. ღონისძიების ფარგლებში წიგნები სულ 9 საპატიმროში მიიტანეს. მსჯავრდებულებს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მწერლები და პოეტებიც სტუმრობდნენ. პატრიარქის ინიციატივით კი დღეს ვეგდანის მერვე დაწესებულებაში სასულიერო ლიტერატურა მიიტანეს, მათ შორის უნიკალური გამოცემებიც. ათასობით მოქალაქემ ამ ერთი თვის განმავლობაში გადასცა თავის წიგნების სასჯელ ახსრულების სისტემას და ჩვენ განვაახლეთ ბიბლიოთეკები ამ წიგნებით. ხელმისაწვდომობა დღეს არის უკეთესი, მათ შორის ჩვენ შევავსეთ წიგნების ფონდი და განსაკუთრებული აქტივობა იყო ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში მოსახლეობის მხრიდან. ისთვის ეს მინდა მადლობა გადაუხადო. მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, დღეს არის საერთაშორისო წიგნის დღე, რა თქმა უნდა, სოფლიო აღნიშნავს ამ დღეს და დღეს ეხა პატიმრების რესოციალიზაციისთვის არის სასურველი, რომ ესეთი დღეები არა მხოლოდ ერთჯერადად იყოს მრავალჯერადად. წიგნი არის ის ფანჯარა, მით უმეტესად ვისაც ციხეში ზიხარ, რომელსაც შეიძლება გარე სამყაროს ეკონტაქტო და ერთ-ერთი ისეთი სუფთა ჰაერის ნაკადია. წიგნის საერთაშორისო დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება, საქართველოს მასშტაბით 50-მდე წიგნის მაღაზიამ საპროტესტო დღედ გამოაცხადა. წიგნის დღე წიგნის გარეშე სოლიდარობა გამომცემლებს. წიგნის მაღაზიები დღეს წიგნებს არ გაყიდიან. გამომცემლები და მაღაზიები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სასკოლო სახელმძღვანელოებს სახელმწიფო გამომცემლობისგან აღარ იყიდის და მათ პირდაპირ სტამბაში დაბეჭდავს. თუმცა ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი. წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ამ დღესთან და ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 127 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჯავახიშვილის ხელნაწერები, მისი სამეცნიერო გამოცემები და პირადი ნივთები გამოფინეს. ეს არის პროფესიული სოლიდარობის აქცია. ვფიქრობთ, რომ გამომცემლები და ავტორები იმას იმსახურებენ, რომ მათთან როგორც მინიმუმ დიალოგი მაინც შედგეს. თორემ უფასო სახელმძღვანელოები რომ კარგია და გადასარავი და მისასალმებელი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამავე დროს მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ამ საკითხის პოლიტიზებისა. არანაირი ზეწოლა პარნაზზე ნამდვილად არ ყოფილა. ბიბლუსის ქსელი მიესალმა წიგნის მაღაზიათა ქსელი მიესალმა იმ ინიციატივას განათლების სამინისტროს, რომ წიგნები იყოს სასკოლო წიგნები დაარიგდეს უფასოდ. მაგრამ აუცილებელია ის ფაქტიც ვთქვათ, რომ არ იყოს დარღვეული საავტორო უფლებები და გამომცემლობების უფლებები. ჩვენ ჩვეულ რიტმში დღეს მუშაობთ, განვაგრძობთ მუშაობას. დღეს თესავში არის წიგნის საერთაშორისო დღე. მოგეხსენებათ, ეს დღე ემთხვევა ივანე ჯავახიშვილის იუბილეს და დღეს არის 127 წლის იუბილე. თესავში შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში არის გამოფენილი უნიკალური ნამუშევრები ივანე ჯავახიშვილისა, რომლებიც საცავში ინახება და ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოდის ხოლმე. ორთაჭალჰესის იჯარის 4 წლის წინ ჩამორთმეული უფლების აღსადგენად ბიზნესმენი თემურ ჭიჭინაძე მთავარ პროკურატურას გამოძიების დაჩქარებას თხოვს. მეწარმე, რომელიც ბიზნეს ინტერესების შელახვაში კონკრეტულ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს, უკმაყოფილებას საგამოძიებო უწყების არაეფექტური მუშაობის გამო გამოთქვამს. 4 თვის წინ შეტანილ სარჩელზე ჭიჭინაძე განმარტავს, რომ მოწმის სახით დაკითხული მხოლოდ ის არის და გამოძიება საქმეში მთავარ მონაწილე პირებს, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილსა და საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელების ჩვენებით არ ინტერესდება. თემის დეტალები ვრცლად ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში საღამოს 9 საათზე. აუცილებელია რომ დაიკითხოს მარეგულირებული კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ნათელს მოფენს ყველა იმ უზგავსოებას, რომელიც არა მარტო ორთაჭალენეძის მიერ მოხდა, არამედ აქედან შეიძლება იყოს გასაღები დანარჩენ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელსაც ეს ჩადის ამ ბოლო წლების განმავლობაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფომ ხისტად, ესე ვთქვათ, ძალიან ხისტად აღმასრულებელი პრივილეგიის გამოყენებით, პრაქტიკულად შეწყვეტ და პრაქტიკულად კი არა შეწყვეტ ხელშეკრულება და უფრო მეტიც აუქციონის პირობად მე არსად არ მინახავ
გახავს რომ ჩადებულიყო ამ ორთაჭალენერგიის საქმე არის კარგი მაგალითი პირობად რომ მე იმგზელვადიან ვიღებ ვალდებულებას როგორც ეკონომიკის სამინისტრო რომ შევწყვიტავ ამას და არანაირი პრობლემა არ გექნება რეგიონების გამრიცხველიანების პროცესი 2015 წლის ბოლოს დასრულდება დარჩენილი 190,000 აბონენტისთვის ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობას ენერგოპრო ჯორჯია 3 ეტაპად გეგმავს. მიმდინარე წლის განმავლობაში სადისტრიბუციო კომპანია 50,000 ოჯახს თანამედროვე მრიცხველებთან ერთად მოდერნიზებული ელექტროგამანაწილებელი ქსელითაც უზრუნველყოფს. მომდევნო 2 წლის განმავლობაში კი ანალოგიური სამუშაოები კიდევ 140,000 აბონენტისთვის განხორციელდება. ჩეხური კომპანია საშუალო და მაღალი ძაბვის გამანაწილებელი მეურნეობის რეაბილიტაციასაც გეგმავს, რომლის საფუძველზე რეგიონებში ავარიული გამორთვის რიცხვი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გაწერილი გეგმა კომპანიის დირექტორებმა დღეს ენერგეტიკის სამინისტროს გააცნეს. მობილიზაცია დაწყებულია, საჭირო ტექნიკა უკვე შევისყიდეთ და 2013 წლისთვის ქსელის მშენებლობის დაწყება გარანტირებული იქნება. 2015 წლისთვის კი გამრიცხველიანების პროცესი საბოლოოდ დასრულდება. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს არსებობს ენერგეტიკაში, ავარიული გამორთვები. მოგესალმებით, ამ ინდუსტრიულება მაშინ მოიწევს ქსელის გათიშვას, რაც ძალიან ცუდია და ეს მეტყველებს იმაზე, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩასატარებელია. ჩვენ წელს დავგეგმეთ 2013 წელს იქნება გამრიცხველიანების პროგრამა და ეს არ ნიშნავს მარტო 46,000 აბონენტს ინდივიდუალური მრიცხველი დავუყენებთ. ეს შეიცავს ასევე ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების რეაბილიტაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ მომავალ ზამთარს უკვე შევხვდეთ გამართულად შედარებით ვიდრე წელს შარშენზე. კომპანია City Park-ის გაფიცულ თანამშრომლებთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პრესკონფერენცია გამართა. ჭაბა სამუშიას განცხადებით კომპანიას დასაქმებულებთან კაბალური ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელშიც მათი ინტერესები დაცული არ არის. ასევე მან აღნიშნა, რომ City Park-ი არც მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს. სამუშიას ბრალდებებს City Park-ში მცდარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობა გაფიცულებს დიალოგისკენ მოუწოდებს. City Park-ის დაცული ავტოსადგომის თანამშრომლები 1 აპრილს გაიფიცნენ. ეს არის მონური მოპყრობა, დამამცირებელი მოპყრობა ამ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც იძულებული ხდებიან აკეთონ უკანონობა, უკანონოდ გამოწერონ ჯარიმები და დააზარალონ ჩვენი ქალაქის მოსახლეობა. რის თაობაზეც ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს არ აქვთ პროტესტი, ვინაიდან არ იციან კანონის ის ნორმები, რომლებიც არის თუ არა კანონიერი 60-ლარიანი ჯარიმა, რომელი სამართალდარღვევათა კოდექსის რომელი მუხლიდან გამომდინარე აქვს მიღებული გადაწყვეტილება. კომპანია City Park-ს არევალება ტენდერის პირობების მიხედვით მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა. კომპანია City Park-ს პარკირების ადგილებს გადასცემს ქალაქ თბილისის მერია, რის შემდეგაც ხდება სპეციალური ნიშნების დამონტაჟება, ასევე ადგილების დახაზვა და რის შემდეგაც უკვე კომპანია City Park-ი ახდენს პარკირების ოპერირებას ქალაქ თბილისში. თურქულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგებს დადებითად აფასებს ტაუკლარჯეთიდან დაბრუნებული ქართული დელეგაცია. დელეგაციის წევრების განცხადებით იშხნის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებში უკვე ჩაერთო ქართული მხარე. მათივე განმარტებით ვიზიტის შემდეგ სამუშაოები იშხანზე ქართული მხარის რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართა. თბილისში დაბრუნებულ სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ოშკის რეაბილიტაციის პროექტის შედგენაში ჩაერთვებიან. აღნიშნული ძეგლების აღდგენა რესტავრაციის შესახებ ოფიციალურ რეკომენდაციებს კულტურის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს გადაუგზავნის. მიმაჩნია, რომ ეს წარმატებული ნაბიჯებია, იმიტომ რომ უკვე დაიწყო კეთილმეზობლური ურთიერთობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ერთობლივი პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ეს ძალიან დიდი იმედის მომცემია. ის არასწორი მიმართულება, რაც ჩვენ ნახეთ წინა პერიოდში, აი ამ ურთიერთობამ, აი ამ ხმაურმა, აი ამ ჩვენმა ჩასვლამ, იქ მითითებების ისწრება, უკვე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა და ეს პროცესები შედარებით სწორ მიმართულებით ჩააყენა. წმინდა სინოდის ხდომის გადაწყვეტილება გააცნო ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. წმინდა სინოდის დღევანდელი ხდომა წარმოადგენდა საგაზაფხულოს ხდომას, რომელზეც ორი საკითხი განიხილეს. პირველი ეპარქიებში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა, მეორე კი ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მაღალყოვლად უსამღვდელო ესი დავითის თხოვნას. როგორც მეუფემ აღნიშნა, მეუფე დავითმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გასვლა ითხოვა. წმინდა სინოდის ხდომამ ამ საკითხზე იმსჯელა და თხოვნა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. გადაწყდა, რომ ბოდბის ეპარქიის კათედრაზე დაინიშნოს ყოვლად უსამღვდელო ესი ეპისკოპოსი იაკობი იაკობაშვილი. იმსჯელა სინოდმა ამ საკითხზე და დაადგინა დაკმაყოფილდეს მაღალყოვლად უსამღვდელო ესი დავითის თხოვნა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით.
ხოლო გამოთავისებულებულ კათედრაზე, ბოდბის ეპარქიის კათედრაზე გადაწყდა დაინიშნოს მაღლა ყოვლად უსამღერლოესი ეპისკოპოსი იაკობიშვილი, ხოლო ეპარქია, რომელსაც მანამდე იკავებდა მეუფე იაკობი, შეუერთდეს მცხეთა თბილისის ეპარქიას. ვფიქრობ, საკითხები, რომელზეც ეკლესიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ამაზე არ არსებობს საუცილებლობა კვლავ და კვლავ ერთ და იგივე საკითხზე მსჯელობისა. როცა დადგება ამის საუცილებლობა, ეკლესია თავის თვალს ითვლის.